გამარჯობათ მეგობრებო, კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით და დღეს მინდა ვისაუბრო ლევან ხაბეიშვილის ინციდენტთან დაკავშირებით. ნაციონალური მოძრაობის კანტორები, ეს ტელევიზიები რო დაარქვეს, ისტერიკაში არიან და საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ თურმე ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფოს დაკვეთით ვიღაცები თავს დაესხნენ და ანგარიშწორება განახორციელეს ლევან ხაბეიშვილს. რა თქმა უნდა, ეს არის სისულელე და სახელმწიფოს დაკვეთით როგორ ხდებოდა ანგარიშწორებები ძალიან კარგად ვიცით ამ ქვეყანაში და ეს ლევან ხაბეიშვილის ინციდენტი რომ ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან შეკვეთილი თავდასხმა, ლევან ხაბეიშვილი დღეს იქნებოდა იმ დღეში, რა დღეშიც ჩააგდეს თავის დროზე ვალერი გელაშვილი. ასე რომ აქ არანაირი სახელმწიფოს მხრიდან შეკვეთილი ანგარიშწორება არ არის. აქ მოხდა რა? ჩვეულებრივმა გამლებმა ადამიანმა ალბათ მე ასე ვფიქრობ, იქ არ ყოფილვარ, მაგრამ როგორც კადრებში ვნახე და როგორც მე ვფიქრობ, ჩვეულებრივად ვიღაცა ჩემნაირმა ნაცებისგან გამწარებულმა ადამიანმა გაიარა და ეს უნამუსო რომ დაინახა ნაბოზარი, რომ იდგა და რაღაცებს ორატორობდა და ქაქანებდა, მერე მოშლილი მიადგა ალბათ და უთხრა, რომ რა გალაპარაკებს შენი ბოროტი დედა მოტყანში. და ამას ეხლა ფუთავენ, რომ აი ვიღაცა მიაგზავნა. ბიჭო, ვისი მოგზავნა გჭირდება? რაში გჭირდება ჩვენ? აი იმ ხალხს, ვინც თქვენ ნაცებმა გაგვამწარეთ და დედა მოგვიტყანით და მოსაკლავად გაგუწირეთ და რასაც გვიშვებოდით. რაში გჭირდება ჩვენ ვიღაცების შეკვეთა, რომ სადაც შეგხვდებით, რომ გაფურთხოთ. პირიქით, ქართული ოცნების ხელისუფლება რომ მოვიდა ხელისუფლებაში, აი ჩემნაირი ადამიანები გაგვაჩერა და რაღაც კოჰაბიტაცია შემოგუტენა და გვეხვეწებოდა, რომ ქართველები არიან, უნდა ვაპატიოთ, ჩვენი ძმები არიან, ესეთი რამე აღარ განმეორდება, ესენი მიხვდნენ თავის დანაშაულს და რაღაცა ისე მოხდა რატომღაც, რომ არ მოვთხოვეთ რა ნაბოზრებს და არ მოვეკეცით ისე, როგორი მოქცევის ღირსებიც არიან. და ამიტომ, სწორედ ამის გამო, ამ ნაბოზრებმა, ხაბეიშვილებმა და ვიღაცა ბარამიძეებმა და ბოკუჩავებმა და ვიღაცა ბანძებმა დაიჯერეს, რომ მართლა ესე იგი ჩვენ საზოგადოებას ამ ნაბოზრებთან პრეტენზია არ გაგვაჩნია, თავის ირწმუნეს და არ ვიცი, მართლა გონიათ ალბათ ამ ფარჩაკებს ამათ, რომ რავი, არ გვახსოვს რა ქართველებს და დაგვავიწყდა ის წყენა და ის ტყივილი და ის ბოროტობები, რასაც ნაციონალური მოძრაობა წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში აკეთებდა. ჩვენ საზოგადოება და მეც პირადად მთელი 12 წლის განმავლობაში ვიყავით გაჩუმებულები და რავი, აი უყურებდით ესე, რომ აი რა დღეში არიან და გვეცინებოდა და რა ვიცი ესე ჩვენთვის ვაგინებთ. მაგრამ მას შემდეგ რაც ნაცებმა ოპოზიციიდან უკვე დაიწყეს ძალადობა, ადამიანების ბულინგი, სახლებში მივარდნა, ლანძღვები, კვერცხების სროლები, საღებავების სროლები, ქუჩაში კარტოფილებს და რაღაცებს ესროდნენ ადამიანებს, წარწერები გაჩნდა ქუჩებში 84 ტყვია, კეფაში ქოცი უნდა მოკვდეს, ის უნდა გადასახლდეს, ეს უნდა გადმოსახლდეს. აი ეს რაღაცა მარაზმი რო წამოიწყო ნაცებმა, მას სწორედ მაშინ გადავწყვიტე და მაშინ ამოვიღე ხმა და დაუჯექი და დავიწყე ღიად და საჯაროდ საუბარი, რომ კი ნაცები არიან ბოროტები, რომ კი ნაცების დედა მოტყან მე. როგორც მე გამაღიზიანეს აი ნაცებმა ამ თავისი რაღაცა ოპოზიციიდან ძალადობით და ყველა ის ბრაზი და წყენა და სიმწარე გამახსენეს ხელთავიდან, რაც დამმართეს ამ ნაბოზრებმა, იგივე დამართეს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემნაირად და ჩემზე უარესად, ზოგი და ჩემზე უფრო ალბათ ზოგი ნაკლებად, მაგრამ რომლებიც გაგვამწარეს, რომლებსაც გადაგვიარეს, რომლებსაც მოსაკლავად დაგვდევდნენ, გვაწამებდნენ და დედას გვიტყნავდნენ. სწორედ აი ამ ტიპის ადამიანები ვართ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი.
და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს რო უკვის დღეს რო ვიღაცამ ქუჩაში შეაგინა, ეს არის პირველ რიგში ქართული ოცნების ბრალი და იმ რაღაცა შემოტენილი კოჰაბიტაციის რაღაცა ყლეობის ბრალი. სხვა არაფერი, სხვა მეტი არაფრის ბრალი არ არის ის, რომ დღეს თურმე ნაცებს ხაბეიშვილს თურმე უკვის, რომ ვიღაცამ ქუჩაში შეაგინა. არა უშავს ჩვენ ქართველები თქვენ მეორედ აღარ გაპატიებთ, მაგისი შანსი არ არის და აი მეც პირადად აღარ ვაპირებ, რომ არც გაჩუმებას ვაპირებ, არც თვალის დახუჭვას ვაპირებ და არც არავის აღარაფრის პატიებას არ ვაპირებ. სადაც შემხვდება ხაბეიშვილი იქნება თუ ის, რა ვიცი, ვიღაცა პროჭიაშვილი, აი ნაცი როა რო ვიცი და დედამოტყნული, მოგადგებით და შეგაფურთხებთ, შეგაგინებთ და პანჩურასაც ამოგარწყავთ და თუ რამეს ხელში მომხდება, იმასაც გადაგალეწავთ თავზე თქვენი დედამოტყნა, თქვენი და არ გაგიკვირდეთ მერე და თქვენ თავს თქვენ თვითონ გამოუტანეთ განაჩენი, როცა თქვენი რაღაცა კაი ტიპობის თუ რა ვიცი, თქვენი თავის ირწმუნეთ, თქვენ დედამოტყნულებო და როცა გადაწყვიტეთ, რომ თურმე რა ეს ხალხი, ვისაც აქ გვამწარებდით და დედას გვიტყნავდით, არაფერს არ წარმოვადგენთ და არ ვარსებობთ ამ ქვეყანაში და ვიღაცა გოიმი, უტრაკო, ქვეშაჯვია ხალხი ვართ და იმიტომ არ მოგთხოვეთ პასუხი. აი ეს რო იფიქრეთ თქვენ და ასე რომ წარმოიდგინეთ, მანდ დაუშვით იმაზე დიდი შეცდომა, ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს უშვებდით და სწორედ ეგ არის, რომ თქვენ თავს თქვენ თვითონ გაუკეთეთ ხარაკირი. მე პირადად არავის დავალება და არავის მოგზავნა არ მჭირდება, რომ შემხვდება ნაციონალი მოვიდე და შეგაფურთხოთ და გითხრათ, რომ თქვენი ბოროტი დედამოტყნა. რაში მჭირდება ბიჭო, ან ოცნების დავალება, ან ვინმესი. მე არ ვიცი, მე რა გამიკეთეთ და ჩემ ოჯახს რა გაუკეთეთ და ბიძაჩემი დილით ცხონებულვა, დედაჩემი ძმამ რომ გაიღვიძა და ტელევიზორი ჩართო და ხედავს რომ ჩემი ცოლი დაიჭირეს, იქ ბავშვი ტირის, ჩემზე აცხარდებენ, გაქცეულია რაღაცა საგიჟეთი. კაცი ადგა. ჩემი ძაშვილს დაუძახა ტანსაცმელი გამომზადეო, შევიდა აბაზანაში ხელპირის დასაბანად და დარჩა ის კაცი იქ აცხონოს ღმერთმა. მე რაც მიქნეს კიდე და როგორც მათხრიეს და როგორც სულში მაფურთხებდნენ, მე ხო ვიცი კარგად თქვენ დედამოტყნულებო თქვენ. და აი ამის გამო რო არ დავრბოდი ქუჩა და რო არ დაგდევდით და დედას რო არ გიტყნავდით, ამის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ აი ქართული ოცნების ხელისუფლება გეფარებოდათ და არა და ძმები არიან და შეეშალათ და ვაპატიოთ, მაგრამ გეუბნებით, დამთავრდა რა თქვენი პატიება, თქვენი ძმობა, თქვენი ქართველობა, თქვენი დედას შევეცი მე, თქვენი გამოსწორება ფაქტია რომ არ იქნება. ასე რომ გინდა ეხა მუქარად ჩათვალეთ, გინდა ძალადობისკენ მოწოდებათ, რაც გინდათ ის ჩათვალეთ, გინდა სასამართლოში მიჩივლეთ და გინდა ევროპარლამენტში თქვენი დედამოტყნა. აი სრული სერიოზულობით ვიძახი, სადაც შემხვდება ვინმე ნაცი, მე პირადად მივალ და როგორც შემიძლია ისე გაგაფარჩაკებთ, შეგაფურთხებთ, შემოგარტყავთ და ყველაფერს გიზავთ. აი ეგ არის თქვენი განაჩენი, რომელიც საკუთარ თავს თქვენ თვითონ გამოუტანეთ და ამ განაჩენს აუცილებლად ქართველი ერი აასრულებს და მოიყვანს სისრულეში და ეს იქნება, რომ ნაციონალური მოძრაობა დასრულდება ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში და ვერასდროს ვეღარ გაბედავს ხაბეიშვილი პროჭიკი არა, ვერც ერთი ნაცი, რომ გამოვიდეს და საჯაროდ დადგეს და იმაზე ილაპარაკოს, როგორი კაი ტიპები არიან ნაცები. აი ეს არის რისი თქმაც მინდოდა ხაბეიშვილის რაღაცა ინციდენტთან დაკავშირებით და ეს ინციდენტები აღარ დამთავრდება ამ ქვეყანაში, მორჩა ვეღარ გაგვაჩერებს ვერც ოცნება და ვერავინ. всё, თქვენ თავს თქვენ თვითონ გამოუტანეთ და განაჩენი. ერთხელ რომ გაპატიეთ, ვერ შეიგეთ თქვენ ნაბოზრებო ის პატიება და რაღაცა ჩაჯმულები რო იყავით თავიდან, დრო რო გავიდა, წამოყეს თავები ამ ნაბოზრებმა, ირწმუნეს რომ მართლა ვაშკაცები და მაგარი კაცები არიან და ჩათვალეს რომ ჩვენ თურმე ქვეშაჯვიები ვართ აქ რა და არ ვიცით რა თურმე მე არ ვიცი რა დამართეს ამ დედამოტყნულებმა და რისთვის დამართეს და ასე ფიქრობენ არა მხოლოდ ჩემზე, არამედ მთელ საქართველოს.
ასე რომ ხაბეიშვილებო ეს ვიღაცა ნაცებო და პროჭიაშვილებო კი ელოდეთ ყოველთვის ყოველ დღე ყოველ ჯერზე სახლიდან გამოსვლაზე ფურთხებას გინებას პანჩურების წყმას და თქვენ დედის წყნას აი ეგ არის თქვენი განაჩენი რომელიც გამოგიტანათ ქართველმა ხალხმა და რომელსაც აუცილებლად მოვიყვანთ სისრულეში და ვეღარც ოცნება გადაგარჩენთ ვეღარც ევროპა და ვეღარც მოსკოვი დედა გაქვთ მოტყნული აი ეგ არის თქვენი დასასრული